Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის ახალი ცხრაზე. ცვლილებები თეატრებში თანამდებობები დატოვეს რუსთაველისა და ოპერის თეატრების დირექტორებმა. ზალ ჩიკობავამ და დავით საყვარელიძემ განცხადებების საკუთარი სურვილი დაწერეს. ჩიკობავა პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს და კულტურის სამინისტროს ზეწოლაში ადანაშაულებს. საყვარელიძე კი ჯერ დუმს. უკვე ცნობილია, რომ რუსთაველის თეატრის დირექტორის პოსტს მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა დაიკავებს. ცვლილებების მიზეზი და ურთიერთგამომრიცხავე განცხადებები ნახეთ ნუცა აბაშიძის რეპორტაჟში. განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ რუსთაველის თეატრის ყოფილმა მმართველმა გუშინ გვიანღამით დაწერა. მიზეზად ზალ ჩიკობავა ბოლო თვეებში განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს. გადამწყვეტი ფაქტორი კი თეატრის დასისთვის შეთავაზებული სამთვიანი კონტრაქტი აღმოჩნდა. ბოლო წუთას მიიღო გადაწყვეტილება, რომ 3 თვით გაუგრძელოს დას ხელშეკრულებები, რა ბრძანებასაც მე ხელს ვერ მოვაწერდი, იმიტომ რომ ამ დასის ნუსხაში თქვენ იცით, რომ არიან ისეთი გვარები, როგორიც არის კახი კავსაძე, ჯემალ ღაღანიძე. ზალ ჩიკობავას გადაწყვეტილების მიზეზად კულტურის მინისტრი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ რობერტ სტურუასთან შეუთანხმებლობას ასახელებს. ჩიკობავა თავის მხრივ აცხადებს, რომ რობერტ სტურუას საერთოდ არ შეხვედრია. ბატონ ზალიკოს და ბატონ რობიკოს შორის ვერ მოხდა ის ერთობლივი თანამშრომლობა, რაც თეატრს აწევს წინ. და ამიტომაც, სწორედ ამიტომაც თვითონ მათ გადაწყვიტეს, რომ ზალიკომ თქვა მე წავალ. მიუხედავად ჩემი მცდელობისა, არანაირი კონტაქტი ჩვენ პირადად არ გვქონია ერთმანეთთან, ასევე არ მქონია ორი შეხვედრის გარდა ბატონ მინისტრთან. თანამდებობას ტოვებს ასევე ზალ ჩიკობავას მოადგილე მარინა საღარაძე. მიზეზად იმ გუნდის დაშლას ასახელებს, რომელთან ერთადაც ის ბოლო 2 წელი მუშაობდა. მე პირადად საკუთარი ნებით აუცილებლად დავტოვებ ამ თანამდებობას. ვერ წარმომიდგენია თეატრში იმ გუნდის გარეშე ყოფნა, რომელსაც ერქვა ჩვენი PR სამსახური. გუშინვე თანამდებობა დატოვა ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელმა დავით საყვარელიძემ. გადაწყვეტილების მიზეზზე საყვარელიძე ჟურნალისტებთან არ საუბრობს, თუმცა კერძო საუბრებში აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვება სამინისტროს წარმომადგენლებთან შეუთანხმებლობამ განაპირობა. საყვარელიძის გადაწყვეტილება ოფიციალურად დაადასტურა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ. ყველაფერი ითხოვს განახლებას ამ ქვეყანაზე და დათოსთან საუბრის შემდეგ ისინი შეხვდა ჩემს კოლეგებს, მოადგილეებს და სხვებს. მან თქვა, რომ მას აქვს კიდე სხვა ჩანაფიქრი, სხვა პროექტებია განსახორციელებელი, ჩვენ ამაშიც ხელს აუცილებლად შევუწყობთ. დღესვე ოპერის დასის წევრები კულტურის მინისტრის მოადგილეებს შეხვდნენ. ოპერის თანამშრომლები თეატრის მმართველად მათთვის სასურველ კანდიდატს წარადგენენ. ჩვენ შეთავაზეთ ჩვენი ვარიანტები მინისტრის მოადგილეებს, რომელთაც უნდა გადავწყვეტოთ საერთო ერთობლივი თეატრის განვითარებისათვის. დავით საყვარელიძისა და ზალ ჩიკობავას მიერ თანამდებობების დატოვებას ეხმიანება რეჟისორი ქეთი დოლიძე. დოლიძის თქმით, საყვარელიძეს ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა. რუსთაველის თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ საყვარელიძეს მსგავსი შეთავაზება არ მიუღია. დათოს შესთავაზეს ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელობა. ჩემთვის რანგი სამხატვრო ხელმძღვანელის ბევრად უფრო მაღალია ვიდრე მმართველის. ვინ დაიკავებს ოპერის ხელმძღვანელის თანამდებობას ჯერ ცნობილი არ არის. რუსთაველის თეატრის მმართველის თანამდებობას კი რობერტ სტურუა შეითავსებს.